მოგესალმებით, გამარჯობა. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, როგორც იცით, თუ როგორ წარადგინოთ სარეს ანგარიშგება, როგორც იცით, ახლოვდება პერიოდი იმის, რომ უნდა წარვადგინოთ სარეს ანგარიშგებები. და აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ, რომ დაგვეორგანიზებია ტრადიციულად ვებინარი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ კიდევ ერთხელ სარეს ანგარიშგებების წარდგენაში. პირველ რიგში გაგაცნობთ ჩვენი ვებინარის განრიგს. ვებინარი, როგორც იცით, არის 2 საათიანი. პირველ ნაწილში გვექნება მოკლედ კომპანიის წარდგენა და წარგიდგენთ ვინ ვართ ჩვენ, ფინოს შესახებ ცოტას მოგიყვებით. შემდეგ გვექნება უკვე საგადასახადო აუდიტორთან ერთად სარასის შესახებ საჭირო ინფორმაციის გაზიარება და გაგიზიარებთ თუ როგორ წარადგინოთ სარას ელექტრონულ პორტალზე ანგარიშგებები და ამასთან ერთად შინაარსობრივად თუ ვის აქვს ვალდებულება ანგარიშგებების წარდგენის და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ანგარიშგების წარდგენის დროს. ამის შემდეგ კი გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაგვისვათ კითხვები. თქვენ შეგიძლიათ, რომ ვებინარის განმავლობაში თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, Q&A-ის მეშვეობით ღილაკები ყველა თქვენგანთან არის. იქ მიუთითოთ თქვენი კითხვა, რაც გაინტერესებთ და ვებინარის ბოლოს, როდესაც დავასრულებთ თეორიულ ნაწილს და პრაქტიკულ ნაწილს, შემდეგ გადავალთ უკვე თქვენ კითხვებზე და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ვებინარის ბოლოს მოცემული იქნება თქვენთან ჩვენი ტელეფონის ნომერიც და საკონტაქტო ინფორმაციაც. შეგიძლიათ რომ ის კითხვა, რაც ვერ დაგვისვით, მანამდე დაგვიკავშირდეთ და ისე დაგვისვათ და შემდეგ გავიაროთ და ასევე გადმოგცემთ ვებინარის ბოლოს საჩუქარს და გექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს საჩუქარი გამოიყენოთ და უფრო გაიმარტივოთ, ესე რომ ვთქვათ, სარას ანგარიშგებების წარდგენა და ეს პერიოდი მოკლედ მარტივად გადალახოთ ჩვენი დახმარებით. ეხლა კი უკვე გადავალ ფინოს წარდგენაზე. ფინო არის, როგორც იცით, აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია. ჩვენ უკვე ბაზარზე 13 წელზე მეტია რაც ვართ და მომხმარებლებს თავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებებს ფინანსური სერვისების მიმართულებით. მაგალითად ეს არის საგადასახადო აუდიტი, ფინანსური აუდიტი, ბუღალტერია, ინვენტარიზაცია, შეფასება და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში, როგორც უკვე აღნიშნე, ვართ ერთადერთი წარმომადგენელი ამ ალიანსის და ალიანსი გვაძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ მუდმივად ვიყოთ მოჭიდებაში თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენს ნეტვორკში გავცვალოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ფინანსური სერვისების მიმართულებით ახლდება რეგულარულად. ამ პერიოდის განმავლობაში ფინომ დააგროვა მრავალი ცოდნა და ასევე კლიენტების პორტფელიც. ჩვენი გამოცდილება, როგორც იცით, არ არის პატარა, ესე რომ ვთქვათ, წლებს არ მოიცავს და 13 წელზე მეტი განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ, რომ მოვემსახურეთ 341-ზე მეტ კლიენტ კომპანიას, ვიმუშავეთ 17 სექტორში და გვაქვს 225 ერთჯერადი დასრულებული პროექტიც. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მუდმივად ზრდას და განვითარებას და ამას ასევე ხელი შეგვეწყო იმანაც, რომ мотиваციის თვალსაზრისით, რომ მუდმივად გქონდეს мотиваცია იმისთვის, რომ განვითარდეთ, ვინაიდან ვიღებთ ხოლმე ძალიან ხშირად ჯილდოებს. სლაიდზე წარმოდგენილი არის ფინოს სხვადასხვა ჯილდოები, მაგალითად მერიტოს ჯილდო ავიღეთ, წლის პროფესიონალები გავხდით, ასევე პასუხისმგებლიანი დამსაქმებელიც ავიღეთ მელიორას კონკურსზე და ასევე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც არის და პროექტი, რომელიც დღემდე არის ფინოში და წარმატებით მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელი, ეს არის ბედნიერების კომიტეტი. ბედნიერების კომიტეტის პროექტში ავიღეთ თანამშრომლებზე მზრუნველი წლის თანამშრომლებზე მზრუნველი კომპანიის ტიტული, რაც ძალიან გვიამაყება და გვიხარია შესაბამისად ვაგრძელებთ მოკლედ ამ გზას და ვცდილობთ, რომ ბაზარზე ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული კომპანია და რეგულარულად განვითარდეთ მოკლედ მუდმივ რეჟიმში. ჩვენი საერთაშორისო კავშირებზე უკვე მოგიყევით, რომელიც მოიცავს MSI Global Alliance და ამ ალიანსში უკვე 25 წელია, რაც ალიანსი არსებობს და 100-ზე მეტი კომპანია არის უკვე ალიანსის წევრი და გაერთიანებული 100-ზე მეტ ქვეყანაშია და 250-ზე მეტი კომპანია არის გაერთიანებული ალიანსის წევრები და ამ კომპანიებთან ჩვენ მუდმივად გვაქვს გაცვლა ინფორმაციის, რაც ასევე გვეხმარება და მხარს გვიჭერს იმაში, რომ უფრო მეტად განვითარდეთ.
ეხლა კი უკვე გაგიზიარებთ მოკლედ ჩვენ შესახებაც ინფორმაციას თუ დღეს ვინ გაგიწყობათ ვებინარზე და ვინ იქნება თქვენთან ერთად შემდეგი საათის განმავლობაში. მე ვარ თიკო ჩარკვიანი, პარტნიორებზე ზრუნვის ლიდი და შევეცდები რომ თქვენ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგცეთ ესე რომ ვთქვათ და დაგეხმაროთ ვებინარის მსვლელობის განმავლობაში. დავით გორდიაშვილიც არის ჩვენთან ერთად, რომელიც არის საგადასახადო აუდიტის მენეჯერი და დავითი გააგრძელებს ეხლა უკვე უშუალოდ თეორიულ ნაწილს სარას ანგარიშგებებთან დაკავშირებით თუ ვის აქვს ვალდებულება, როგორ უნდა გავაგზავნოთ და რა უნდა გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ კომპანიები არ დაჯარიმდნენ, როგორც იცით, მოკლედ გადაუგზავნელობა ჯარიმდება კომპანიების მხრიდან და პირველ რიგში აუცილებელია გაითვალისწინოთ ის, რომ თუ არ გადააგზავნით სარას ანგარიშგებებს, შეიძლება ჯარიმის თანხა გაორმაგდეს, გასამაგდეს კიდეც ყოველ შემდგომ დაჯარიმებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ყველაფერზე ყურადღება მიაქციოთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით და ვეცდებით, რომ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ეხლა კი უკვე დავითს დავუთმობ დროს და უკვე ვებინარის შემდეგ ნაწილში დაგიბრუნდებით, რომ გავიაროთ თქვენ კითხვებზე პასუხები. ნებისმიერ დროს თხოვნაა, რომ მოიწეროთ თქვენი კითხვები და შევეცდებით, რომ ყველას ამომწურავად გიპასუხოთ. მადლობა და მადლობა თო, მეგობრებო, ესე იგი, დღეს ახლა დავიწყებთ უკვე ცოტა უფრო თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, კონკრეტულად როგორ უნდა წარმოადგინოთ ეს ჩვენი ანგარიშგება. ესე იგი, აქ ყურადღება მინდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ეხა არ გავივლით იმას, როგორ უნდა მოვამზადოთ ანგარიშგება, ეხა საუბარი გვექნება ძირითადად როგორ უნდა წარმოადგინოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს ყველაფერი მოკლედ პრაქტიკულად როგორ უნდა გავაკეთოთ. სანამ ხა პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ და იქ საიტზე ნახავთ სად რა როგორ უნდა შეივსოს, მანამდე ეს ცოტა თეორიულად მოვთელოთ საკითხი. მოკლედ საკითხი არის ესე რომ ესე იგი ფინანსური ყოველწლიურად მოკლედ არის სუბიექტები, რომლებსაც ევალებათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. აქ ახლა არის ჩამონათვალი, რომელსაც ზოგადად შეიძლება ესე ვთქვათ დაეკისროს ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, ესე ვთქვათ რა. ესენი არის ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კერძო სამართლის იურიდიული პირები, სხვა ქვეყნის ფილიალი და ინდმეწარმე. ოღონდ ეს არ გავიგოთ ისე რომ ყველა ინდმეწარმეს ან ყველა ფილიალს ეხება, ხო? მაგალითად, აქ არის რაღაც გამონაკლისები, მაგალითად ესე იგი არაკომერც ამ ზემოჩამოთვლილი სუბიექტებიდან მოკლედ არაკომერციული იურიდიული პირი თუ მაგას არ ეხება ანგარიშგების წარდგენა, ასევე ანგარიშგების წარდგენა არ ეხება ინდმეწარმეს, რომელიც მეოთხე კატეგორიაში ვარდება, ამ კატეგორიებზე მეგობრებო, ეხლა ცოტა ხანში ვისაუბრებ. ასევე არ ეხება მეოთხე კატეგორიის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს, არ ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებს და თავისთავად არ ეხება კიდევ ეროვნულ ბანკს. დანარჩენი, ვინც ამ ჩამონათვალში არ არის, ფაქტობრივად ყველას ეხება. ეხლა კატეგორიებზე რო ვილაპარაკოთ უფრო დეტალურად, ესე იგი, სიტუაცია არის ესე, რომ ესე იგი, სახელმწიფომ მოკლედ მოიფიქრა ესეთი სქემა, რომ ეს ორგანიზაციები, მაგალითად, წეღა როგორ ჩამოთვლით, კერძო სამართლის იურიდიული პირები, მაგალითად, ეხლა ყველაზე გავრცელებული რაც არის შეპესეები, და არა მარტო შეპესეები, მოკლედ ყველა ეხლა ვინც წეღან ჩამოთვალეთ, დაიყო 4 ძირითად ნაწილად ზომითი კატეგორიის მიხედვით. ანუ პირველი კატეგორია ითვალისწინებს ყველაზე დიდ კომპანიებს, ესე რომ ვთქვათ, და მერე კლებადობის პრინციპით, მოკლედ მეოთხე კატეგორიამდე ჩადის, რომელიც არის ყველაზე პატარა კომპანიების. ყველა ამ კატეგორიას აქვს თავის კრიტერიუმი, სულ არის 3 კრიტერიუმი: აქტივები, შემოსავალი და საშუალო დასაქმებულთა რაოდენობა. კატეგორიები ენიჭება ძირითადად, ესე რომ ვთქვათ, კომპანიებს, რომელიც ამ კატეგორიების 2 კრიტერიუმს მაინც დააკმაყოფილებენ. უფრო მაგალითის დონეზე რო ვთქვათ, მაგალითად, თუ კომპანია პატარაა და მილიონამდე შემოსავალი აქვს, ისა დავუშვათ ხო, მილიონამდე შემოსავალი აქვს, მილიონამდე აქტივი აქვს და შეიძლება 20 თანამშრომელი ყავდეს, გადის მეოთხე კატეგორიაში. მიუხედავად იმისა, რომ 20 თანამშრომელი მეოთხე კატეგორიის ერთ-ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, მაინც მეოთხე კატეგორიაში გადის, იმიტომ რომ 2 კრიტერიუმი მინიმუმ კმაყოფილდება. და ესე არის დანარჩენ კატეგორიებზეც რა, მოკლედ. თუ ჩვენი კომპანია ამ 3 კატეგორიიდან 2 კატეგორიას მაინც აკმაყოფილებს, ესე იგი
იმ ზომით კატეგორიაში ვარდება ჩვენი კომპანია. აქ უბრალოდ თემა არის ესეთი, რომ შეიძლება იყოს სიტუაცია, როცა ზომითი კატეგორია და წარსადგენი ანგარიშგების კატეგორია არ იყოს ერთმანეთთან შესაბამისი. ანუ ვიყოთ შეიძლება მეოთხე კატეგორია, ანუ ვიყოთ მესამე კატეგორია და ესე იგი მეოთხე კატეგორიის წარდგენა გვიწევდეს, ან ისე მესამეს წარდგენა გვიწევდეს, მოკლედ ამ სიტუაციებში რა როდის გვიწევს, მაგას აგიხსნით ცოტა ხანში. აქ ერთი ყურადღება, რასაც მინდა რომ მიაქციოთ, არის რომ ესე იგი, რაც უფრო მსხვილია კომპანია, უფრო მეტ რაღაცას ითხოვს სახელმწიფო ამ კომპანიისგან, ანუ მეტი ინფორმაციის გამჟღავნებას და უფრო მაღალი სტანდარტის გამოყენებას. მაგალითად, პირველი კატეგორიის საწარმო აუცილებლად უნდა იყენებდეს IFRS სტანდარტს და მისთვის მაგალითად მართლობის ანგარიშგება და ეს აუდირებული ანგარიშგება სავალდებულო. მაგრამ მაგალითად თუ ავიღებთ მეოთხე კატეგორიას, ამ შემთხვევაში მეოთხე კატეგორიის ცალკე სტანდარტი არსებობს და შეუძლია მეოთხე კატეგორიას რომ ეგ სტანდარტი გამოიყენოს, ან უფრო მაღალი სტანდარტი გამოიყენოს, ასევე ნებაყოფლობით გააგზავნოს ანგარიშგება და ნებაყოფლობით გააკეთოს თავისი ანგარიშგების აუდიტი. ჩვენ ახლა ძირითადად ამ ვებინარზე ვისაუბრეთ მესამე და მეოთხე კატეგორიაზე. ამიტომ მესამე კატეგორიასაც ვიტყვი კონკრეტულად ეხლა რა უწევს, ანუ მესამე კატეგორიას უწევს, რომ ესე იგი მინიმუმ მცირე და საშუალო ბიზნესის სტანდარტი გამოიყენოს, ან IFRS-ის სრული სტანდარტი გამოიყენოს, ასევე მართლობითი ანგარიშგება ნებაყოფლობით თუ უნდა გააგზავნოს და ასევე აუდირებაც შეუძლია ნებაყოფლობით გააკეთოს თავის ანგარიშგებას. წერა როგორც ვახსენე, სამი კრიტერიუმი არსებობს. ეს სამი კრიტერიუმი ჩვენ რო დავითვალოთ, ხო? უბრალოდ კატეგორია დავითვალოთ ამ სამი კრიტერიუმიდან, ესე იგი, რა უნდა შევიტანოთ ამ სამი კრიტერიუმში, ხა მაგაზე ვისაუბროთ. მოკლედ, პირველი კრიტერიუმი არის აქტივები. ანუ აქტივებში ფაქტობრივად ჩვენ ყველა, ესე რომ ვთქვათ, აქტივი უნდა შევიტანოთ, რაც ბუღალტერიაში გვაქვს, მარტივენით რო ვთქვათ, მაგალითად ესე იგი ერთიანებზე და ორიანებზე რაც გვიზის, მოკლედ საბალანსო ღირებულებით, აქვე გაგახსენეთ, რომ საბალანსო ღირებულება ძირითადად დაგჭირდებათ იმ ნაწილში, რომ თუ ძირითადად საშუალებები გაქვთ, ხო? ძირითადად საშუალებები თავდაპირველი ღირებულებთან ამას შევიტანოთ, უნდა გამოვაკლოთ, მოკლედ დარიცხული წვეთა და ისე ვიგულისხმოთ აქტივებში, რა. ამ ყველაფერს რომ დავაჯამეთ, ჩვენ აქტივების კრიტერიუმის ციფრს მივიღებთ. რაც შეეხება შემოსავლებს, ხო? შემოსავლების ნაწილში ხშირად არის ხოლმე მაგალითად ეგეთი რაღაცა, რომ არაძირითადი საქმიანობიდან შემოსულ შემოსავლებით შეყავთ რა. აქ იგულისხმება და უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ ძირითადი საქმიანობიდან რა შემოსავალსაც ვიღებთ კონკრეტულ წელიწადში, ის შემოსავალი უნდა შევიტანოთ ამ ნაწილში. რაც შეეხება საშუალო დასაქმებულთა რაოდენობას, ეს ტექნიკურად შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა ჩვენ უნდა ავიღოთ თვეები, ამ თვეებში უნდა ავიღოთ, ესე რომ ვთქვათ, დღეები და უნდა დავთვალოთ ამ დღეებში, მოკლედ, რამდენი დასაქმებული ყავდა. მე სულ მივიღეთ ჯამს, გავყოთ უბრალოდ თვის დღეების რაოდენობას და მივიღეთ თვის საშუალო დასაქმებულებს. როდესაც ჩვენ 12-ვე თვისთვის ესე საშუალო დასაქმებულებს დავთვლით, მე ამ მონაცემებიდან ჩვეულებრივად არითმეტიკულ საშუალოს გამოვიყვანთ წლის ჭრილში. და იქნება ჩვენი საშუალო დასაქმებულები. ეს სამი მონაცემი, მოკლედ, ჩვენ მინიმუმ ესე რომ ვთქვათ, გვჭირდება რამდენ ბოლო 3 წლისთვის რო დავითვალოთ, რა. იმიტომ რომ მაგალითად ესეთი წერა როგორც ვახსენე, რომ შეიძლება ჩვენი ზომითი კატეგორია ერთი იყოს, მაგრამ ანგარიშგების წარდგენა გვიწევდეს სხვა კატეგორიისთვის, რა. მაგალითად თუ ჩვენ ახალი შეცვლილი გვაქვს კატეგორია, ესე რომ თქვა ჯერ 1 წელია გასული, ისევ ძველი კატეგორიის მიხედვით ვაგზავნით ანგარიშგებას. მაგალითად, თუ შარშან დავითვალეთ, შარშან პირველი წელი იყო დაუშვათ და დავითვალეთ, რომ მეორე კატეგორიის ის ვართ, რა ქვია, საწარმო, ხო? იმ წელს ანგარიშგებას მეორე კატეგორიაზე ჩავაბარებთ. მე თუ მოხდა ისე, რომ პირველ კატეგორიაში გადავედით, როცა გადავედით მაგ წლისთვისაც მეორე კატეგორიას ჩავაბარებთ, იმიტომ რომ ჯერ 1 წელია გასული
აი მესამე წელსაც თუ პირველი კატეგორია ვიქნებით, მაშინ უკვე გადავალთ პირველ კატეგორიას და პირველ კატეგორიის ანგარიშგებას წარვალთ. თუ მოხდება ისე, რომ დიდი ნახტომი გვექნება რა, მაგალითად, პირველიდან, უბრალოდ მეოთხედან, რა ვიცი, მეორე გავხდებით, მეოთხედან პირველი გავხდებით ან რაღაცა, მაშინ ავტომატურად ამ ორი საფეხურის გადატომის შემდეგ, ესე ვთქვათ, ავტომატურად გავხდებით ის კატეგორია, რაც რა კატეგორიაზეც გადავდით. ანუ მაგალითად, თუ მეოთხე ვიყავით და უცებ პირველზე გადავედით, უცებ რა შემდეგ წელს პირველზე გადავედით, პირველ კატეგორიას წარვადგით. მეოთხედან თუ მესამეზე გადავედით, მაინც მეოთხე კატეგორიას წარვადგით. ანუ სულ ორი წესია მოხდეთ, ესე რომ შევაჯამოთ რა. ერთი რომ თუ სწრაფად შემეცვალა კატეგორია, მაშინ რა კატეგორიაც ბოლოს მომიწევს მაგ კატეგორიის ანგარიშგებას ვაგზავნი. თუ ორი წელი არ არის ჯერ გასული, რაც კატეგორია შემეცვალა, მაშინ ძველი კატეგორია, რაც ქონდა, იმ კატეგორიის ანგარიშგებას ვაგზავნი. ამას მე ამ პრინციპში ნახეთ როგორ არის ეს წესები, როგორ წესებად, მაგრამ პრაქტიკაში ხა რომ ნახავთ, ხო? შევსების დროს საიტზე ამდენი მოკლედ წვალება და იქ რაღაცებს თულა იდეაში არ მოგვიწევს, იმიტომ რომ იქ სისტემა ავტომატურად დაგვიწერს, ბოლოს ამ წელს მონაცემს შევიტანთ, რომელი კატეგორია გვეკუთვნის. ეს უბრალოდ თეორიულ დონეზე რომ იცოდეთ რა მომენტში მოგვიწევს ჩვენ კატეგორიის შეცვლა. ხო, ეხლა ვისაუბროთ მოკლედ, კაი, ეს კატეგორიები გასაგებია, ეხლა კატეგორიების მიხედვით რა ინფორმაციის გაგზავნა გვიწევს და რა ფორმით გაგზავნა გვიწევს მაგაზე რომ ვისაუბროთ. ესე იგი, დავიწყოთ მეოთხე კატეგორიით. მეოთხე კატეგორია ყველაზე ესე ვთქვათ მარტივი კატეგორია ამ ხრივ. ერთადერთი ხა ძირითადად არის რომ ვაგზავნით, ეს არის სავალდებულოზე ვსაუბრობ ეხლა, თორე ნებაყოფლობით შეგიძლიათ იდეაში ყველა ანგარიშგება გააგზავნოთ. რა თუ გაქვთ და თუ ვაკეთებთ. მათ შორის აუდირებული და მართლობის ანგარიშგება, მაგრამ მინიმუმი, გეგმა მინიმუმი, ესე რომ ვთქვათ, არის რომ მეოთხე კატეგორიის საწარმო, ესე იგი მინიმუმ მოგებაზარალს და ბალანს აგზავნის. ოღონ აგზავნის ელექტრონული ფორმით, ანუ მარტო საიტზე ვავსებთ. ასევე მეოთხე კატეგორიისთვის მცირე კითხვარიც არის თვითონ ანგარიშგების პორტალზე, რომელიც საკმაოდ ცოტა ესე ვთქვათ იშვიათი ოპერაციებისგან შედგება და ეგ ოპერაციები თუ გექნებათ უბრალოდ მაგ ოპერაციებზე შეავსებთ ინფორმაციას, ეგეც ელექტრონულად მოკლედ. დანარჩენ შემთხვევაში არც რამე PDF-ის ან სხვა PDF-ის როგორ ან ცალკე წერილობით ანგარიშგების გაკეთება არ გიწევთ. მათ შორის არ გიწევთ, საერთოდ არ გიწევთ cash flow-ს წარდგენით, რა არც ელექტრონულად და არც ესე ვთქვათ წერილობითი ფორმით. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, ხო, აქ ცოტა უფრო ოდნავ რთულად არის საქმე. გარდა იმისა, რომ მეოთხე კატეგორია რასაც აგზავნის, მაგას აგზავნის, გარდა იმ განმარტებითი შენიშვნებისა, რაც მეოთხე კატეგორიას ელექტრონულად ეკუთვნის, ესე იგი, ასევე აგზავნის ამ ანგარიშგებების, ესე რომ ვთქვათ, წერილობით ვარიანტსაც. მათ შორის ხელმოწერილ ანგარიშგებებსაც, ესე რომ ვთქვათ, რა. ანუ ბალანსს აგზავნის, მოგებაზარალს აგზავნის და განმარტებით შენიშვნებს აგზავნის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გააგზავნოს როგორც ელექტრონულად, ისე წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით ეხა არ ვიგულისხმობთ, რომ რაღაცა უნდა ამოვბეჭდოთ და სადაც უნდა მივიტანოთ. ეგეც ანგარიშგების პორტალიდან იგზავნება, უბრალოდ აქვს დოკუმენტის სახე, ესე რომ წარმოვიდგინოთ. მაგასაც განახებთ როგორი სახე შეიძლება კონდეს რა მაგას. ხო, ეხლა რაც შეეხება აქვე რომ თქვათ იმ სიტუაციას, როცა შეიძლება მოგვივიდეს თავში აზრად, რომ რაღაცები არ წარვადგინოთ ან თუ არ წარვადგენთ, რა მოხდება, ხო? ამისთვის თუ მოკლედ ინფორმაციას არ გავაგზავნით, აი ეს არ ეხება ეხლა ნულობას, ეს ეხება რომ საერთოდ არ გავაგზავნით ინფორმაციას. თუ ინფორმაციას არ გავაგზავნით, მოკლედ კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა ოდენობით ჯარიმით დავჯარიმდებით. ანუ რა თქმა უნდა, ხა მეოთხე კატეგორიის პატარა ჯარიმა აქვს 500 ლარი, მესამე 1000 ლარი, მეორეს 5000 და ნუ პირველს 10000 ლარი. თუ მოკლედ ერთხელ არ გავაგზავნით, დავჯარიმდებით, თუ მე კიდე ერთი წელი არ გავაგზავნით, ანუ განმეორებითად არ გავაგზავნით, ესე რომ ვთქვათ. მაშინ ეს ჯარიმაც გაგვიორმაგდება და 2 წელიც თუ არ გავაგზავნით, მოკლედ ზედიზედ, ხო, ანგარიშგებას, მაშინ უკვე 5 მაგი ოდენობით დაგვაჯარიმებენ. გარდა იმისა, რომ დაგვაჯარიმებენ, ჩვენ მაინც ვალდებული ვიქნებით, რომ ეს ანგარიშგები რაც გაუგზავნელი გვაქვს, მაინც გავაგზავნოთ. ეგ არის თელი ის, რა ქვია, ასე ვთქვათ, სანქციები, რაც ამას ეკუთვნის.
აქვე მინდა რომ რაღაც ესე იგი სტატისტიკა გვაქვს, ესე რომ თქვა და თვითონ სარასაც აქვს სტატისტიკა. თუმცა პრინციპში სამ სტატისტიკამდე მივალთ შეცდომების გასწორებაზეც რომ ვისაუბროთ და ზოგადად ესე რომ ვთქვათ ინფორმაციის ხარისხზე, ხო? არის ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ თუ აქ რაღაცა შეგეშლებათ, ან რაღაცის გამოსწორება მოგიწევთ, ხო? კატეგორიის და მიხედვით ცოტა სხვადასხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ერთი რომ მეოთხე კატეგორია თუ ვართ და მაგალითად აღმოჩინეთ რომ რაღაცა შეგვეშალა ჩვენ ანგარიშგებაში და წინა უკვე გაგზავნილი გვაქვს, ჩვენ სარასე არაფერს არ ვაკეთებთ, არც გამოთხოვას ვაკეთებთ და არც რამე კორექტირებას ვითხოვთ, მოკლედ, უბრალოდ შემდეგი წელი რომ მოვა, იქ შესამაბის გრაფაში, ანუ იქ არის სპეციალური გრაფა, სადაც არის წინა პერიოდის შეცდომის გასწორება, ეგ დაწერია. უბრალოდ ეფექტს, ანუ რა ეფექტს აღვრიცხავთ იქ რა, იმ ციფრს რაოდენობითაც შეგვეშალა, მოკლედ ჩავწერთ იმ გრაფაში და ამითი გასწორდება. ეხლა მესამე კატეგორიის საწარმო თუ ვართ, მაგ შემთხვევაშიც რაღაცა სარას იმებს არ ვითხოვთ, რა ქვია, კორექტირებებს, გამოთხოვას და ასე შემდეგ. უბრალოდ შემდეგ ანგარიშგებას როცა გავაგზავნით, იქ შესაძარის ინფორმაცია თუ იქნება ჩასასწორებელი, მოკლედ წინა პერიოდებსაც ხოვავსებთ იქ ხოვავსებთ რა აგერსნით რომ უნდა შეავსოთ უბრალოდ წარმოდგენა გქონდეს რომ მოკლედ იქვე ვასწორებთ რა ახალ ანგარიშგებაში ამ შემდეგი წლის ანგარიშგებაში მოკლედ ვასწორებთ თუ რამე წარსული ცოდვები გვაქვს ესე შეხედოთ რა და არ ვითხოვთ მოკლედ რაღაცა იმებს წინა პერიოდის გამოთხოვას, კორექტირებას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს შეცდომა იყოს არსებითი, ანუ დიდი შეცდომა იყოს. ან შეიძლება რა მე აღადგინოთ ბუღალტერია, არა, მაგას მნიშვნელობა. ხო, ესე იგი, აქვე რომ გავყვეთ შეცდომებს, მოკლედ პატარა სტატისტიკა არსებობს ჩვენი მხრიდანაც და ანუ სარასის მხრიდანაც რაში უშვებენ ადამიანები და ბუღალტრები ზოგადად შეცდომებს ანგარიშგების წარდგენის დროს. ესე იგი, ხშირად არ არის ხოლმე ინფორმაცია, მაგალითად, საწარმოს მშობელი საწარმოს შესახებ, დასახელების შესახებ, რაღაც საქმიანობის შესახებ. ასევე არ არის ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, განმარტებითი შენიშვნების სრულყოფილად ესე რომ ვთქვათ, შევსებული და აკლია ძალიან ბევრი არსებითი ინფორმაცია. შეიძლება საერთოდ აცდენილი იყოს ფინანსური ანგარიშგება, ესე იგი ელექტრონული ფორმა და წერა როგორც ახსენ წერილობითი ფორმა ერთმანეთისგან, ხო? შეიძლება იყოს რომ ძალიან ხშირად არის მაგალითად როცა მოგებაზარალს წარადგენენ ხოლმე წერილობითი ფორმით მაგალითად სარასზე, იქ ძალიან ბევრი ნულოვანი მუხლი არის რა, ანუ რაღაც მაგალითად შეიძლება რაღაც აქტივებში ყოველ წელზე, ანუ ყოველ პერიოდზე ეწეროს ნულები რა, არაფრის მომცემი არ იყოს ესე რომ თქვა და ну, სარას რეკომენდაცია რომ ეგეთი მხლებს საერთოდ ამოვიღოთ იქიდან, აქვე ანგარიშგებიდან და არ გჭირდება რა. თქვენ ზედმეტი ინფორმაცია მოკლედ არ უნდა იყოს წარდგენილი. და მოკლედ ძალიან ხშირად არის კიდევ რომ არ არის ესე იგი საწარმო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი გამარტებით ვინ არის ეს საწარმო მაგაზე არ არის ინფორმაცია ესე რომ ვთქვათ ფინანსური ინფორმაციის აღქმაც. აქვე შეცდომებზეც რო ვისაუბროთ უფრო, ხშირად არის ხოლმე რომ არასწორად არის მითითებული მაგალითად საანგარიშგებო პერიოდი. ეხლა აქ წელს უკვე მე მგონი პატარა ცვლილება შევიდა რომ როცა ანგარიშგებას ხსნით, იქ ავტომატურად უთითებს ესე რომ ვთქვათ საანგარიშგებო პერიოდს. თუ რამე განსაკუთრებული ტიპის კომპანია არა ვარ და სხვა საანგარიშგებო პერიოდი არა ვაქვს, მაშინ მაგნაცის აღარ ვეხებით ხო. კიდევ არის რომ არასწორად შეაქვთ ზომითი კატეგორიის მონაცემები, ანუ ზომით კატეგორიის განსაზღვრის ადგილზე მოკლედ სხვა ინფორმაცია წერია, ფინანსურ ანგარიშგებაში სხვა ინფორმაცია წერია. კიდე არის ესე ვთქვათ არასწორად შევსებული ციფრული ფორმები. ანუ წერა როგორც ვახსენე, წერილობით ფორმას ესე ვთქვათ არ ემთხვევა რაღაცა ციფრები. რა შეიძლება ფორმატი არ ემთხვეოდეს და არც უნდა არ არის საჭირო რომ დაემთხვეს, მაგრამ ჯამური ციფრები ხა აქტივების რაოდენობა, მაგალითად მოცულობა არ უნდა განსხვავდებოდეს ციფრულ ფორმებში, რასაც ავტორით ჩავწერთ და მოკლედ წერილობით ფორმის ანგარიშგებაში, რასაც ჩავწერთ იმათ შორის, ხო? ძალიან ბევრი ესე ვთქვათ შემთხვევა გქონიაო, კიდე ეგრეთ ვიტყრეს, რომ მოკლედ შედგენილი ანგარიშგება, ყველაფერი გამზადებულია, უბრალოდ გაგზავნაზე არ არის დაჭერილი ხელი რა.
ყველაფერი გაკეთებულია და გაგაზავნაზე არა. ნუ ასეთ შემთხვევებში მეგობრებო, აი თუ რამე ხარვეზი ხარ ამ შეცდომებში ჩამოთვალ, ხო რამე ხარვეზი როცა მოდის პირველი ხარ რა პრაქტიკაც არსებობს, მაგაზე მოდის გაფრთხილება და ეგრევე რაღაც ჯარიმა არ არის რა. სადაც 10 დღიანი ან 30 დღიანი ვადა გეძლევათ ხოლმე რომ გამოვასწოროთ ეს შეცდომა და თავიდან ატვირთოთ რა ჩაასწოროთ. ხო, კიდევ ბევრი გავრცელებული შეცდომაა, რომ ხელმოუწერელია ხოლმე ანგარიშგებები რა. ჩვენ როცა ცალკე ციფრული ფორმების გარდა წერილობითად ვაგზავნით ამ იმას, რა ქვია, ანგარიშგებას, იქვე უნდა მივაყოლოთ, ესე რომ ვთქვათ, ფინანსური ანგარიშგებები, სადაც ხელმძღვანელის ხელმოწერა აქვს. თუ ამას არ გავაკეთეთ, მაშინ ჩვეულებრივ ხარვეში ჩაითვლება და მოკლედ შესწორებას მოთხოვ. კი ბატონო. გარდა მაგისა, ნუ სტანდარტულად რა სტანდარტის დარღვევებით არის ძალიან ხშირად ინფორმაცია წარდგენილი. თვითონ სარასის მხრიდან ესე რომ ვთქვათ, ბევრი ბერკეტი არ აქვს იმისი, რომ თქვენ ზუსტად შეგიმოწმონ, რამდენად სწორად არის ეს ანგარიშგება ატვირთული, თუმცა რაღაცა მომენტებში ესე რომ ვთქვათ, რაღაც შეიძლება ჯამურ ციფრებს სადღაც რაღაც რო არ ემთხვევა, უბრალოდ ძალიან ზედაპირული ესე რომ ვთქვათ, გადახედვით მაინც შეიძლება იპოვო. თორე ხა თქვენ ბანკში მართლა რამდენი თანხა გიზის და რაღაცა მაგას ფიზიკურად ვერ ამოწმებენ. ესე რომ შევხედოთ რა. ეს იყო მეგობრებო ძირითადად თეორიული ნაწილი. ეხლა დანარჩენად მოკლედ ეხ გავაზიარეთ თვითონ საიტს, სადაც იტვირთება ხოლმე ეს ანგარიშგებები და როგორ უნდა ავტვირთოთ, მაგაზე ეხლა უფრო პრაქტიკულად ვილაპარაკოთ. ესე იგი ძირითადი საიტი მეგობრებო, სადაც ჩვენ ანგარიშგებას ვაგზავნით, არის reportal.g. მოდი ეხლა შევალ reportal.g-ზე. ჩანს ხო? reportal.g-ზე როცა შევალთ, ერთი რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის, რომ აი აქ დაგვხდება რეგისტრაცია, ავტორიზაცია და არ შეგვეშალოს ეს რეგისტრაცია და ავტორიზაცია იდეაში გვჭირდება იმისთვის, რომ უკვე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სხვის მიერ წარდგენილი, ეგენი რომ ვნახოთ. თორე ჩვენთვის მოკლედ ვინც ანგარიშგებას აგზავნებთ, ამ რეგისტრაციას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა გადავიდეთ RMS reportal.g-ზე და უკვე უშუალოდ აქ ხდება კონკრეტულად წარდგენა. ანუ აქ როცა გადავალთ, ეხლა უბრალოდ მე შესული ვარ, დაგვხდება ესეთი იველი. ნახეთ, თუ პირველად აგზავნით საერთოდ ანგარიშგებას და აქამდე არ გაგზავნიათ, ხო? არც არავინ დარეგისტრირებულა, ესე იგი, უბრალოდ არ დაურეგისტრირებია თქვენი კომპანია ამ საიტზე, ხო? პირველ რიგში უნდა დავარეგისტრიროთ, ანუ როგორ არის იცით, კონკრეტულად კომპანიის დარეგისტრირება ხდება თქვენს იუზერზე და არა კომპანიის იუზერის შექმნა ხდება. ხდებით? ამიტომ პროცედურა არის ესეთი. აი აქ RS ავტორიზაციას დავაჭერთ. მერე ჩვენი კომპანიის მთავარი იუზერის მონაცემებს აქ შევიტანთ. ოღონ ორბიჯიანის გამორთული კონტენტი უმჯობესია. და როგორც კი ამას შეიტანთ, მოკლედ, აი ეს RS-ის ღილაკი გამწვანდება. კიდევ ერთხელ დააწვევით გამწვანებული RS-ის ღილაკს და მე უკვე იქ თქვენს პირად ინფორმაციას შეიტანთ, მაგალითად პირად ნომერს, იმეილს, სახელს, გვარს და ასე შემდეგ. და უკვე თქვენი გვერდი გაიხსნება. და ამ თქვენ გვერდზე გამოგიჩნდებათ უკვე ეს თქვენი რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც ესე დაარეგისტრირეთ, რომელი კომპანიის მონაცემებსაც მოკლედ აქ შეიტანთ. RS-ის ავტორიზაციის დროს. ეხლა მე უკვე რეგისტრირებული მაქვს კონკრეტ ჩემი უზერი და ეხლა შევიდეთ როგორც კი მაგ პროცედურას გაივლით, მეგობრებო, თუ არ ვწდები კიდევ იმეილზე მოგივათ აუცილებლად აქტივიზაციის კოდი და იქაც აუცილებლად უნდა შეხვიდეთ მეილზე და გახსნათ ეს კოდი და მე უკვე სრულყოფილი, ესე ვთქვათ, ანგარიში გექნებათ სარას. ესე იგი, ჩვენი ექსპერიმენტი კომპანია ავიღოთ, მოკლედ დაგვხდებათ ეგეთი ინტერფეისი, კონკრეტული, დიქტ ისევ ერთხელ შევხედოთ, მაინც კონკრეტული კომპანიების მიხედვით, ახლა ბევრი კომპანია, თქვენ თუ ერთი კომპანიას დაარეგისტრირებთ, ერთი იქნება რა თქმა უნდა. მერე თვითონ შევალთ კონკრეტულ კომპანიაზე, რომელიც ანგარიშგების გადაგზავნაც გვინდა და აქ პირველივე გვერდზე გამოგვიჩნდება გადაგზავნილი ანგარიშგებები. თუ ახალი კომპანია, ნუ რა თქმა უნდა არაფერი არ იქნება და ესე ვთქვათ, ანგარიშგების გაგზავნის პროცესს დავიწყებთ ანგარიშგების დამატებით, აი ამ ღილაკით. როცა მაგილას დავაწევით, მოკლედ გაიხსნება ესეთი მენიუ რა. პირველი იქნება ველი, სადაც უნდა მივუთითოთ ჩვენი საანგარიშო პერიოდი.
ეს როგორც წესი უკვე ამ წლიდან იქნება, რომ ეს ავტომატურად შეივსება, თავიდანვე შევსებული იქნება. თქვენ ამას შეცვლით იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად თქვენი საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა გვიან წელს. და არის რა შეიძლება 1 სექტემბრიდან სკოლა ხარ სიტყვაზე და რა პატარა ისე ხო? ან დიდი საანგარიშგებო პერიოდი გვაქვს, მაგ შემთხვევაში შეცვლით. გარდა მაგისა აუცილებელია მოვნიშნოთ ის ველები, რომელსაც ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს. მაგალითად, თუ არ მშობელი საწარმო, მაგალითად, თუ არ საზოგადოებრივი დაინტერესების პირი, ან ფასიან ქაღალდებზე სავაჭროდ თუ არ დაშვებული ბიržაზე და ასე შემდეგ. გარდა მაგისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან არის, რომ აი აქ ბოლოში რაც არის ფუნქციონირებადი საწარმო, ეს გქონდეს ჩართული. ანუ ჩვენ თუ ისეთი საწარმო არა ვართ, რომელიც მაგალითად მომავალი წლიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას, ან აპირებს რომ შეწყვიტოს საქმიანობა, მაგ შემთხვევაში გამოუხთავთ. თუ არა და ეს ყველა ვარიანტში ჩართული უნდა იყოს. მაგის მერე შენახვას დავაწევით და ამის მერე მეგობრებო, ავტომატურად აი აქ ესე იგი შევსება რომ გავაგრძელოთ, უნდა გადავიდეთ ანგარიშგების ღილაკით. ანგარიშგების ღილაკში გადასვლის შემდეგ, აი აქ ნელ-ნელა გაიხსნება ეს ველები. აქ ახლა უბრალოდ წინასწარმეტ მითითებული ინფორმაცია და მაგიტოა ეს ყველა ველი გახსნილი, მაგრამ თავიდან გექნებათ ინდივიდუალური ანგარიშგება. ეს ინდივიდუალური ანგარიშგებაა წეღან სადაც ვიყავით, ის პერიოდი სადაც უნდა მივთითოთ. შემდეგი არის უკვე ზომითი კატეგორია. ამ ველიდან უთითეთ ჩვენ ზომით კატეგორიას. ეხლა მაგალითისთვის, რადგან მესამეა მითითებული, მოკლედ, აქ რო შევიტან ჩვენ ბოლო 3 წლის მონაცემები, წეღარაც ვახსენე რა, აქტივების შესახებ, შემოსავლების შესახებ და საშუალო დასაქმებულების შესახებ, ავტომატურად, მოკლედ, როგორც კი შენახვას დავაწვევით, აი ამ ნაწილში, აი აქ დაგვიწერს იმ კატეგორიას, რა კატეგორიის ანგარიშგებაც უნდა გავაგზავნოთ. აქვე დაგვიწერს თუ რამე დამატებით მოგვეთხოვება რა. მაგალითად აუდიტის მოთხოვნა თუ არის ან რომელი სტანდარტის გამოყენების უფლება აქვს და ასე შემდეგ. ეხლა მაგალითად აქ მესამე კატეგორია არის მითითებული და მოდი ჯერ მესამე კატეგორიის თემა გავიაროთ ბარემ. ამიტომ აქ ეხლა მეც აღარაფერს აღარ შევავსებ. სისტემა ჩავთვალოთ ავტომატურად დაწერა რომ მესამე კატეგორია უნდა შევავსოთ, ამიტომ ანგარიშგებაში დავბრუნდები ისევ ამ ღილაკით. შემდეგი არის ზოგადი ინფორმაცია სუბიექტის შესახებ. აქაც ესე იგი რო შევალთ, აი ამაზე დაკლიკება არ დაგვაუწყდეს მეგობრებო. ნუ ტექნიკურად ხარ რო დაგვაუწყდა და მაინც მოგვიწევს რომ აქ შემოვიდეთ, მაგრამ თავიდანვე რა თქმა უნდა ჯობია რომ დავაკლიკოთ ამ ისრებს და მე ავტომატურად მოკლედ წამოიღები საჯარო რეესტრში ესე რომ გარდა მაგისა, მშობელი საწარმო თუ ყავს, მაგასთან დაკავშირებით შევავსებთ აქ ინფორმაციას, ასევე შევავსებთ სუბიექტის საკონტაქტო ინფორმაციას, ჩვეულებრივი ანუ სტანდარტული ინფორმაცია, მეილი, ტელეფონი და ასე შემდეგ. აქაც შენახვას დავაწვევით აუცილებლად შემდეგ და გადავალთ ანგარიშგებაში. ამის შემდეგ სრულყოფილად ესე ვთქვათ, გაიხსნება ყველა ველი, შესავსები ველი. ოღონდ ამ შესაძლებელი ველებიდან ყველას არ ვავსებთ. მაგალითად, აუდიტორის დამატებას არ ვაკეთებთ თუ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, არ გაგვიკეთებია აუდიტი ჩვენი ფინანსური ანგარიშგებისთვის. როგორც წესი, მესამე კატეგორიას არ ეკუთვნის, ამიტომ ეს უმეტე 99% შემთხვევაში ალბათ მოკლედ არავის ესე რომ ვთქვათ, შესაძლებელი არ იქნება. მაგის შემდეგ არის ციფრული ფორმები, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი სამუშაო ველები, ესე რომ ვთქვათ, სადაც უნდა მოკლედ შევავსოთ ჩვენი ძირითადი ინფორმაცია. ეხლა ამას რაც შეეხება, ხო? აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება. პირველი ველებში, აი ამ ველში და აი ამ ველში ვირჩევთ მოკლედ რომელი სტანდარტის მიხედვით უნდა გავაგზავნოთ ანგარიშგება. ნახეთ, აქ არის რამდენიმე ვარიანტი. უმეტეს შემთხვევაში, მოკლედ, ყველა თქვენთაგას ალბათ, თუ ფინანსური ინსტიტუტი არ ახართ, მაგალითად, ან შეიძლება ჩვეულებრივად სტანდარტული კომპანია ხართ და გინდათ, რომ ესე ვთქვათ, სრული სტანდარტით გააგზავნო, მაგათ გარდა, მოკლედ, ვისაც ესე ვთქვათ, ცხოვრების გამარტივება უნდა, არსებობს გამარტივებული ფორმები მესამე კატეგორიისთვის. გავირჩევთ ამ გამარტივებული ფორმების მესამე კატეგორიისთვის, ან ეს ფაქტორი ან როგორც ყველა შეგვიძლია რომ გამოიყენოს გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა და აქვე ავირჩევთ
ну, აქ ბევრი ასარჩევი პრინციპში არც არის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს. დავაწვევით არჩევას და უკვე ამ არჩევის შემდეგ გამოგვიტანს შესაბამის ველიუს. კონკრეტულად ამ სტანდარტზე მორგებულს. აი აქ არის სულ 3 ანგარიშგება. ერთი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, რომელიც იგივე ბალანსია. საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგება, რომელიც ჩვეულებრივად მოგება-ზარალია. და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება, რომელიც cash-flow-ა. ამ 3 ანგარიშგებიდან შეგახსენებთ, რომ აუცილებელი არის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების შევსება და საწარმოს შედეგების შესახებ ანგარიშგების შევსება, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება ნებაყოფლობითია, გინდა შეავსებთ, გინდა არა. თქვენ რომ აი აქ ამ იმას შეავსებთ ანგარიშგებას, აქ ავტომატურად რაღაცა ციფრები წამოვა, მაგრამ შეგიძლიათ ესე ხელუხლებლად დატოვოთ და მოკლედ არ შეგიშლით ანგარიშგების გაგზავნაში, ესე რომ ვთქვათ რა. ეხლა რაც შეეხება თვითონ შევსებას, აქ ინფორმაცია ესე რომ ვთქვათ სტანდარტულია, რაც ბუღალტერიაში მოკლედ ჩვენ შეიძლება ბალანსის ან მოგება-ზარალის ანგარიშგებაში წერდეთ რა. შეიძლება უბრალოდ ფორმატი იყოს თქვენი ანგარიშგებიდან განსხვავებული. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ ზუსტად ამ ანგარიშგების და ამ უხლების მიხედვით ჩვენ არ გვევალება, რომ ანგარიშგება გავაგზავნოთ, რა ქვია, წერილობით ფორმით. აქ უბრალოდ ეს ინფორმაცია, მაგალითად ფულადი სახსრები და ეკვივალენტები, სავაჭრო და სხვა მოთხოვნები ასე შემდეგ, რაც ჩვენ ბუღალტერიაში გვაქვს, უბრალოდ უნდა გადმოვწეროთ რა. თორე თვითონ მე ჩვენ საბოლოო ფინანსურ ანგარიშგებას რა იმას მივცემთ სახეს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ იქაც წარდგენილი ინფორმაცია, აქ ამ ინფორმაციას უნდა ემთხვეოს. ანუ იქ თუ რავი სიტყვაზე აქტივებში გვიწერია მილიონი ლარი, აქაც აქტივებში უნდა გვეწეროს მილიონი ლარი. ესე რომ შევხედოთ რა. იქ თუ მზა პროდუქციაში რავი გვიწერია 160.000, აქაც მზა პროდუქციაში უნდა გვეწეროს 160.000. თვითონ მუხლები, რასაც გადახირავთ, არის ძალიან სტანდარტული და შესაბამისად, რომელი მუხლებიც გაქვთ, იმას შეავსებთ, თუ რამე მუხლს, ანუ ვერ აკავშირებთ, რომ სად შეიძლება ჩაწეროთ, ფაქტობრივად ყველა განყოფილებას აქვს სხვა, ესე რომ ვთქვათ, მუხლი, აი მაგას სხვა გზელოვადიანი აქტივები და დანარჩენი მუხლები, რასაც აქ ვერ დააიდენტიფიცირებთ, შეგიძლიათ გადაიტანოთ აქ. შესაბამისად ამ იმაში, რადგან ეს ბალანსის ანგარიშგება არის, ავტომატურად ჩადებულია მექანიზმიც, რომ თქვენ ერთი რომ მინუს ნიშნით ვერ ჩაწეროთ, მაგალითად აქტივებში რაღაცა ციფრები ან იმაში, რა ქვია, ვალდებულებებში, ასევე არის მექანიზმი, რომ დაუბალანსებელ ფინანსურ ანგარიშგებას არ გაგაგზავნებთ. შესაბამისად, მანდ შეცდომების ის კი მინიმუმამდე არის დაყვანილი, თუმცა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სწორად დააკავშიროთ მუხლები რა. ანუ გულისხმობ, რომ თუ ინფორმაცია გააქვთ ფულადი სახსრების შესახებ, აქაც ფულადი სახსრების შესახებ ჩაწეროთ. თუ იქ რაღაცა ძირითადი საშუალების შესახებ ბუღალტერიაში ინფორმაცია, ის სწორად გადმოიტანოთ მაქსიმალურად ახლოს ამ მუხლებს. იგივე ხდება ჩვეულებრივად იმაში საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაშიც. ძალიან გავს სტანდარტული მოკლედ მოგება-ზარალის ანგარიშგებას. გარდა მოგება-ზარალის ანგარიშგებისა, აქ გაერთიანებულია მოკლედ კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებაც ბოლო ნაწილში, ესე რომ ვთქვათ. თუმცა სტანდარტული კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ არის რა, ანუ მისგავსებული ინფორმაცია იგზავნა. გარდა მაგისა, ეხლა ესე რომ ვთქვათ, თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? თუ მაგალითად არის სიტუაცია ისე, რომ ბუღალტერიაში ან არ გაქვთ, ან მოკლედ არ გაქვთ შედგენილი თქვენი ანგარიშგება რა, თქვენი ბალანსი, თქვენი მოგება-ზარალი, ხო? შეგიძლიათ ესეთი ვარიანტი გააკეთოთ, რომ როცა ამ ციფრულ ფორმებს შეავსებთ, გადაიტანთ თქვენი ბუღალტრული ბაზიდან ინფორმაციას ან ბრუნვითი უწესიდან, მერე ჩამოტვირთოთ აი ეს ამღილაკით. ერთი წუთი. ჩამოტვირთოთ მოკლედ ეს რეპორტი. ეს შევსებული ინფორმაცია. აქ გექნებათ თქვენი წარდგენილი ციფრები, რომელიც ნულოვანები იქნება სიტყვაზე. ეგენი საერთოდ ამოიღოთ, წაშალოთ მაგალითად. დატოვოთ რაც გჭირდებათ, ეს ყველაფერი ჩვეულებრივად გადაამოწმოთ, დაბალანსებულია და მოკლედ შესაბამისობაში არის ანგარიშგებასთან და ამ ფორმით გააგზავნოთ. ანუ
რას ვიძახი რომ თქვენ ანგარიშგებას ან ეს მოკლედ ეს ინფორმაცია გადააკეთოთ ისე რომ გააკეთდეს ესე რომ ვთქვათ მოარგოთ თქვენს კომპანიას ან ამ უხლებთ თუ თქვენ კომპანიას მოარგეთ მაშინ იგივე გამოვა რაც რა ვიცი რომ ამდღარიყავით და ახლიდან დაგეწერათ რა ქვია ბალანსი და მოგებას არ არის ეს არის უბრალოდ გამარტივების ერთ-ერთი მეთოდი. არ გაიგოთ ესე რომ მაინდამაინც ეს უნდა გადმოვწეროთ, ეს უნდა შევასვოთ და ესე რომ ვთქვა წერილობითი ფორმითაც ეს უნდა გავაგზავნოთ. ეგრე არა, წერილობით ფორმაში მოკლედ თუ გვაქვს ცალკე გამზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც წარდგენილი ინფორმაციაც ამ ჩვენ ციფრულ ფორმებს ემთხვევა, ის შეგვიძლია ავტვირთოთ. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ეს გადმოვწეროთ, მოვარგოთ ჩვენ კომპანიას და ისე ავტვირთოთ რა. როგორც მოკლედ ვავსებთ მარტო ამ ორ ინფორმაციას თავისი წინა პერიოდებით ანუ შესადარის ინფორმაციით და აქ რა შესადარის ინფორმაციასაც წარვადგეთ მოკლედ წერილობით ფორმით რაც იქნება ანგარიშგება იმაშიც უნდა წარვადგინოთ და განმარტებით შენიშვნებშიც მოკლედ შესაბამისად ეს წინა პერიოდიც უნდა გქონდეს ეხლა რაც შეეხება მოკლედ თვითონ ესე რომ ვთქვა წერილობით ფორმით რანაირად უნდა გავაგზავნოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ არა ესე რომ ვთქვა რა სახის ინფორმაცია უნდა გავაგზავნოთ არის ესეთი ფორმის აი პრინციპში შემილი ხა მე რო განახოთ მოდი ჯერ განახევ და მე გეტყვით სად უნდა ატვირთოთ ესე ის თქონდა აი დაახლოებით უნდა კონდეს ესეთი ფორმა ნახეთ წერილობით ნაწილს ცოტით კარგად მოკლედ ესე იგი უნდა წერილობით ფორმით ანუ PDF ფაილში გარდა იმისა რომ წერან რაც ვილაპარაკეთ რომ იქ ინფორმაცია უნდა შევავსოთ ასევე ვაკეთებ მესამე კატეგორიის შემთხვევაში ვიძახი მარტო ვაკეთებ ესე რომ ვთქვა წერილობით ფორმით ფინანსურ ანგარიშგებას ხა წერილობით ფორმით ნიშნავს რომ PDF ფაილში ისე რომ ეს ტექსტი კოპირდებოდეს აი ეს შეიძლებაოდეს ახლა ამის დაკოპირება აი ესეთი ფორმატით და არა დასკანერებული ფორმატით უნდა შევავსოთ მოკლედ გავაკეთოთ ფინანსური ანგარიშგება ჩვეულებრივად მაგალითად მოგება ზარალი ბალანსი ხო სტანდარტული ფორმებით თუ სტანდარტული ფორმები წერა როგორც ვიძახით თქვენ კომპანიაში არ გაქვთ მაშინ ის ინფორმაცია გადმოწერეთ და მოარგეთ თქვენს კომპანიას და ისე გააკეთეთ უნდა შევავსოთ გარდა ამისა რომ მაგებს შევავსებთ ასევე უნდა ამოუბეჭდოთ კონკრეტულად აი ეს ანგარიშგებები ქვემოთ მოკლედ აი დაახლოებით ამ ადგილზე ხო მოვაწერინოთ ხელი და ეგ კონკრეტული გვერდებიც ამ ფაილს მივაბად მეგონი ფაილი არ ჩანს და უკაცრავად ეს ანგარიშგება გავხსენი ხარ და ცოტა თავიდან გავაზიარებ ამას ჩანს ხო მოკლედ გამოგვიჩნდა ანგარიშგება მაშინ მოდი თავიდან შევხედოთ ხა რაზეა საუბარი ესე იგი აი ესეთ PDF ფაილს ვაკეთებ, სადაც მოკლედ კოპირებადი ტექსტი უნდა იყოს, ანუ აქ მოკოპირება შეიძლებაოდეს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეს ინფორმაცია არ არის დასკანერებული. ამას ხო გავაკეთებთ მოკლედ ფინანსურ ანგარიშგებებს, აი აქ მაგალითად მოგება ზარალი იქნება ეს ბალანსი იქნება თუ ნუ cash flow სავარაუდოდ არ იქნებათ. ესე რომ ვთქვათ, მაგას შევავსებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წინა პერიოდის ესე რომ ვთქვათ, შესადარის ინფორმაციაც აუცილებლად უნდა გქონდეს, ანუ მარტო ერთ წელს არ უნდა მოიცავდეს ეს ანგარიშგებები, აქ რასაც შეავსებთ. მაგის გარდა, აი დააკვირდით, ნახეთ, ანგარიშგებებს აქვთ, აი აქ ნახეთ, გამარტებითი შენიშვნები რა კონკრეტული მითითებები ციფრების სახით. ეს ციფრების სახით ნიშნავს, რომ მოკლედ აი აქ რო წერია მაგალითად 4954 ლარი. ეს რისგან შედგება ეს უნდა იყოს ქვემოთ განმარტებით შენიშვნებში. ანუ ამ ანგარიშგებებს უნდა მოყვებოდეს ბოლოში განმარტებითი შენიშვნები, რომელიც ასევე დანომრილია და იქ უკვე კონკრეტულად არის ჩაშლილი, აი აქ ნახეთ როგორ არის, კონკრეტულად არის ჩაშლილი რა
ციფრების ჯამი არის თვითონ ანგარიშგებაში ის ციფრი არის წეღა რაც ეწერა, ხო? ანუ ეს არის ესე რომ ვთქვათ მისამართი იმ შენიშვნის რა. მეხუთე ნომერი აქ ზემოთ ანგარიშგებაში თუ რამე საწერია, ეგ განმარტავს მოკლედ იმ კონკრეტულ ციფრში რა ციფრებია დაჯამებული. გარდა ამ განმარტებითი შენიშვნებისა, ანუ იმ პუნქტებისა, სადაც მოკლედ ჩაშლილად არის ინფორმაცია, ჩვენ უნდა გქონდეს სააღრიცხვო პოლიტიკას ატვირთული რა. ანუ ანგარიშგება შედგება ესე ვთქვათ სამი ნაწილისგან. ერთი რომ თვითონ ფინანსური ანგარიშგებები უნდა იყოს პირველ ნაწილში, მერე უნდა მოყვებოდეს ეს სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც არის მაგალითად რის მიხედვით აღრიცხავთ შემოსავლების რაღაცა ხარჯებს, მოგების გადასახადს ვარცხავთ და ასე შემდეგ. და მერე უნდა მოდიოდეს ეს განმარტებითი შენიშვნები. ანუ მე თუ ფინანსურ ანგარიშგებას ვკითხულობ და აი აქ რაღაცა ციფრი მაინტერესებს და ამას შენიშვნა უწერია, მე რო ქვემოთ ჩავალ განმარტებით შენიშვნებში, იქ უნდა ხედავდე ეს ციფრი საიდან მივიღე. ოღონდ ეს ახლა განმარტებითი შენიშვნები ყველა ციფრს შეიძლება არ დაჭირდეს რა ესე რომ ვთქვათ, ძირითადად ჭირდება ისეთ თემს, რომელიც არის არსებითი ციფრები და პირდაპირ ნათლად არ იკითხება, მოკლედ რა ინფორმაციას მოიცავს. გარდა ციფრებისა შეიძლება იყოს რაღაცა ფაქტორები სიტყვაზე, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ანგარიშგების წაკითხვის დროს და ეს ინფორმაციაც განმარტებით შენიშვნებში უნდა გქონდეს. თვითონ სააღრიცხვო პოლიტიკას რაც ეხება ხა პრაქტიკული კუთხით რო ვთქვათ, ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება რომ რაღაცა დიდი ნაწილი ესე რო ვთქვათ სტანდარტული განმარტებებიდან ამოიღოთ რა, თუნდაც იგივე ამ იმიდან რა ქვია ნიმუშიდან, ხო? საკმაოდ სტანდარტული რაღაცებია ბევრ ნაწილში. უბრალოდ ესეც მოკლედ მოსარგები იქნება თქვენი კომპანიების მიხედვით. გარდა მოკლედ ამას რომ მოვამზადებთ, ამ დოკუმენტს ესე რომ ვთქვათ, უნდა დაურთოთ თვითონ ეს ანგარიშგებები რაც არის, აი ეს დასკანერებული, ოღონდ ხელმოწერილი. კონკრეტულად ეს ანგარიში, ან მთლიანად ამოუბეჭდოთ და ხელმოვაწეროთ, ეგრე არა. აი ეს გვერდი უნდა აუბეჭდოთ, მაგალითად მოგება ზარალის და იმას რა ქვია, უბრალოდ აქ ბალანსია მეგონი, ხო, ბალანსის და ხელმოწერილი დაურთოთ ამ ფორმას, ან თავში ამ ბოლოში, ან იმაში რა ქვია, კონკრეტულად კოპირებადი ტექსტის შემდეგ რა ასე ვთქვათ. ამ ფაილს როცა გავამზადებთ მეგობრებო, მერე ტვირთავთ უკვე აქ ანგარიშგებაში, ანგარიშგების ატვირთვაში. აუცილებლად ენას უთითებთ, რა ენაზეა. ატვირთვას მივცემთ. სტანდარტული პროცედურა მოკლედ ფაილის ატვირთვის და დამატებას დავაწვევთ და ეს აიტვირთ. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვეძლება რომ აი გამოვიდეთ და აი გადაგზავნას მივცეთ. თუ ყველაფერი სწორად შევავსეთ და თვითონ სისტემის ჩეკებიც ესე რომ ვთქვათ, კარგად გავიარეთ, ანუ არსად არაფერი არ შეგვეშალა, სწორად ჩავწერეთ და შევავსეთ, ავტომატურად გააგზავნით ანგარიშგებას, რომელიც მე რაღაც პერიოდის მერე უკვე გასაჯაროდება. ეხლა რაც შეეხება მეოთხე კატეგორიას, უცებ ეხლა ეგეც გავიაროთ. დავუშვათ ეხლა ეს არის მეოთხე კატეგორია, ხო? საკმით გადავიყვანოთ მეოთხე კატეგორიას. ხო, ისე რეკომენდაციას მოგცემთ მეგობრებო, რომ ყველა ციფრი ჩაწერის შემდეგ აუცილებლად შენახვას დააწვით, თორე ხანდახან არის რომ არ ინახავს და შეიძლება პატარა ეს ტექნიკური ხარვეზე შეგექმნათ მაგნაცაში. ხო, მოკლედ ეხლა გადავიყვანეთ მეოთხე კატეგორიაზე. და მეოთხე კატეგორიისთვისაც, აი ციფრულ ფორმებში რო შევალთ. ავირჩიოთ, რომ ჩვენ გვინდა აი მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების ფორმები და მეოთხე კატეგორიის საწარმოს ესე რომ ვთქვათ, ფინანსური სტანდარტი. და შესაბამის ველებსაც გამოგვიჩენს მაგ სტანდარტის არჩეულ სტანდარტის მიხედვით. აქაც ნახეთ, როგორც წინა შემთხვევაში, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას არ ვაგზავნით, დანარჩენ ანგარიშგებას ვაგზავნით. აი აქაც. თავისი შესაძარისი ინფორმაცია. ფაქტობრივად ეხა ეს უმეტეს ნაწილში ჩვეულებრივად გავს მესამე კატეგორიის ფინანსურ ანგარიშგებას, რაც იქვეელები იყო, იგივეელები აქაც და ტექნიკურად ეგი ბუღალტერული ინფორმაცია ჩვენ რაც ბალანს რის მიხედვითაც ბალანს და მოგებას არის ესე რომ ვთქვათ ვავსებთ. ამასაც შეავსებთ, ესეც მოკლედ თუ რამე არ დაგიბალანსდებათ,
შეგატყობინეთ თუ არ გიბალანსდებათ და მოგიწევთ დააბალანსოთ. ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ იწერა რომ ვილაპარაკეთ PDF ფაილი უნდა გააკეთოთ ხო და ატვირთოთ ხო, ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ, აქ უბრალოდ მარტო ამ ინფორმაციას ავსებთ. მე განმოხვართ აქ განმარტებით შენიშვნებში, აქ თუ რაიმე აი ამ კითხვებიდან რაიმე ესე ოპერაცია გაქვთ, მაგას შეავსებთ და всё, ეს მზად არის უკვე აქ მეტი გადაგზავნის მეტი აქ არაფერი არ ჭირდება ამ რა ქვია მეოთხე კატეგორიის ანგარიშკებას ესე ვთქვი. პრინციპში ხა ძირითადი ნაწილი ეს იყო, აქვე გეტყვით მომხმარებლების კონტროლსაც მეგობრებო, არის ესეთი თემა, რომ ვინც პირველი დაარეგისტრირებს, ესე რომ ვთქვათ, კომპანიას, ის ხდება ადმინისტრატორი. და ესე რომ ვთქვათ, მასა აქვს უკვე უფლება, რომ დანარჩენი მომხმარებლები დაამატოს მერე, ან სხვა მომხმარებლის ვიღაცას რომ მომდეს იგივე პროცედურით, ან თავიდან იქ ეს ღილაკის რეგისტრაციით ეგრე ვერ დარეგისტრირება. მარტო შეიძლება რომ ადმინისტრატორმა დაამატოს. არის მომენტი, რომ შეიძლება მაგალითად სხვა კომპანიას გვინდა რომ მაგალითად სხვა ბუღალტერს გადავცეთ ამ კომპანიის სარასი, მაგ შემთხვევაში მოკლედ მომხმარებლებში შევდივართ და ჩვენ თავს ადმინის ფუნქციას აი აქედან გავუთიშავთ. გავუთიშავთ და მოკლედ გაუქმდება, ესე რომ ვთქვათ, ეს ადმინი ჩაიხსნება და ახალი ადმინი ახალი იუზერის მოკლედ რეგისტრაციის პროცედურით, წერა როგორც თქვით, რომ აი თავიდან შემოსვლის დროს აი აქედან RS-ის ავტორიზაციას გაივლის და თავის მონაცემებს შეიყვანს, მაგ პროცედურით ავტომატურად გახდება იმ ძველი კომპანიის ადმინისტრატორი, ახალი ადმინისტრატორი. მოკლედ მეგობრებო, ძირითადი ნაწილი ეს იყო, ეხლა სავარაუდოდ თქვენ კითხვებიც გექნებათ ამასთან დაკავშირებით და ჯობია რომ ეხლა ეგრე გავიაროთ თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვს კონკრეტული. უბრალოდ ეხლა ხმარო ჩაგირთოთ მანქანამდე მივიდეთ. შემოწაიგეთ, ხო. მეგობრებო, ბოდიში ხმა არ იქნება, უბრალოდ თქვენი კითხვები რომ დაწეროთ, იმაში რა ქვია Q&A რო არის განყოფილება მაგ. დავით, მადლობა. იმედი მაქვს, რომ თქვენც მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. შეგიძლიათ, რომ თქვენი კითხვები მოგწეროთ და ახლა გავცემთ ყველაზე პასუხს. პირველი კითხვა არის ესეთი, თუ არასამთავრობო ეწევა კომერციულ საქმიანობას, აქვს თუ არა ვალდებულება წარადგინოს ანგარიში ცხადია შემოსავალი არ ცდება 100,000 ლარს. და SDP-ს განმარტება აინტერესებს საზოგადოებრივი დაინტერესების სფეროს. ესე იგი SDP-ით დავიწყოთ, რომ SDP არის საზოგადოებრივი დაინტერესების პირი, ეს ეხლა რომ წარმოვიდგინოთ არის ისეთი კომპანიები, მოკლედ რომელიც არის მსხვილი და დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, მაგალითად შეიძლება იყოს დიდი მსხვილი სადაზღვევო კომპანია, ან რაღაც ბანკი, ან მსგავსი ტიპის კომპანია, ეს უკვე საზოგადოებრივი დაინტერესების პირია და მაგისთვის უფრო მკაცრი და კონკრეტული მოთხოვნები აქვს, ესე რომ ვთქვათ, სარას, ესე რომ რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, ესე იგი თუ გამართული არა ისმის ხო? ისმის. ხო, რაც შეეხება კომერციულ, ესე იგი არაკომერციული ორგანიზაცია თუ რამე კომერციულ ნაწილი აქვს, მაგაზე მოკლედ როგორც წესი მოუწევს, იმიტომ რომ თუმცა როგორ არის იცით ჩვენ რაც ქონდა კომუნიკაცია მაგასთან დაკავშირებით ბევრი არ იყო ეგეთი კომპანია და მაგაზე ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო თუ როგორც მახსოვს უბრალოდ მოდით მაგას დაგიზუსტეთ თქვენი მეილი დაგვიტოვეთ და მაგაზე მოგწერთ უფრო კონკრეტულად უწევს თუ არა როგორც წესი მოუწევს იმიტომ რომ ზოგადად კომერციული ესე რომ ვთქვათ თემა ყველას უწევს ხოლმე რა იმიტომ რომ გარდა თუ ძალიან პატარა ინვესტორი არ არის ან ფილიალი თუ არ არის უცხოურ საწარმოს. თანაშემთხვევაში
გამონაკლისები არ გვაქვს კანონის დონეზე, ესე რომ ვთქვათ რა. შემდეგი კითხვა ესეთი, გამარჯობათ, მაინტერესებს თუ წინა წელს არაფერი არ განუხორციელებია საწარმოს, მაინც უნდა წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება, ანუ ნულოვანი ვალდებულება თუ აქვს. მეგობრებო, თუ ესე იგი სულ 31 დეკემბერს დაარეგისტრიროთ ხო წინა წლის კომპანია და არაფერი არ ქონდეს გაკეთებული, მაინც უნდა გააგზავნოთ ის თუნდაც ნულოვანი. ავტომატურად როცა ესე რომ თქვა დაიწყეთ საქმიანობა, იმ დროიდან უკვე გეკუთვნით ანგარიშგების წარდგენა და თქვენ ვარ საქმიანობდით, ფაქტობრივად ეგ უნდა გამოჩნდეს მაგ ანგარიშგებაშიც. შემდეგი კითხვა, მოგესალმებით, მესამე კატეგორიისთვის სავალდებულო ახსნა განმარტებითი ბალანსის წარდგენა. ახსნა განმარტებითი ბარათი გულისხმობა სავარაუდოდ. კი, მესამე კატეგორია აუცილებლად, მესამე კატეგორია მოკლედ აუცილებლად უნდა წარადგინოს ახსნა განმარტებითი შენიშვნები. წეღარაზეც ვილაპარაკეთ, რომ მოკლედ ჩვენ ანგარიშგებაში რა მუხლებსაც წარვადგენთ, ის მუხლები მოკლედ მაგ ახსნა განმარტებით შენიშვნებში უნდა გაიშიფროს და დამატებით თუ რამე ინფორმაცია არის ესეთი, რაც ჩვენ ანგარიშგებას ეხება და ესე რომ ვთქვათ, ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელმა უნდა იცოდეს, არსებითია, მოკლედ ეგ უნდა წარვადგინოთ. პლუს მაგას ახსნა განმარტებით შენიშვნებში აუცილებლად უნდა დაურთოთ ჩვენი სააღრიცხვო პოლიტიკაც. მადლობა დათო. შემდეგი კითხვა სალოსგან, წეღარ შეცდომების განხილვისას აღინიშნა, რომ ზომით კატეგორიის აქტივების და ბალანსის აქტივები უნდა იყოს სტოლი. ამასთან კატეგორიაში აქტივებში შეგვყავს პირველი და მეორე ანგარიშგების ნაშთები, მაგრამ ბალანსში აქტივებში შეგვყავს სამიანების სადებეტო ნაშთიც და როგორ დაბალანსდებაო, ესეთი კითხვა არის. სამიანების სადებეტო ნაშთი ბალანსში ხო, ეგ სავარაუდოდ ესე იგი აგრეთვე ცოტა სპანერად გაქვთ აგრეთვე იმიტომ რომ სამიანებში სადებეტო ნაშთი იდეაში არ უნდა გრჩებოდეს. ნახეთ როგორ არის ცოტა რთული სათქმელია იმ კუთხით, რომ თუ მოკლედ პირველი რეკომენდაცია არის, რომ მოკლედ ეგ ინფორმაცია ისე გასწორდეს, რომ სადებეტო ნაშთები არ გქონდეთ სამიანზე, მაგრამ თუ გაქვთ მაგ შემთხვევაში თქვენ აქტივებში უნდა გადაიტანოთ ეგ, იმიტომ რომ ფიზიკურად ესე იგი ციფრულ ფორმებში ვერ შეავსებთ სადებეტო ნაშთს და აქტივებში რომ გადაიტანთ, ეგეც უნდა გაითვალისწინოთ იმაში, რა ქვია, კატეგორიის განსაზღვრის დროს აქტივების ციფრშიც. აუცილებლად უნდა დაემთხეს მოკლედ. შემდეგი კითხვა ჯობია, ანუ დაზუსტებული ინფორმაცია ქალბატონო მარინა თქვენს მეილს მოვინიშნავთ და იქ გამოგეგზავნით აუცილებლად. შემდეგი კითხვა ეხება განმარტებით ბარათს, რა სახის ინფორმაცია აისახება განმარტებით ბარათში. ესე იგი, როგორც ვახსენეთ, ან ერთი რომ სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა ავსახოთ, ანუ სააღრიცხვო პოლიტიკაში შედის მოკლედ ის ინფორმაცია, რომ რა პრინციპების მიხედვით ავრიცხავთ ჩვენ შემოსავლებს, ხარჯებს და ნებისმიერ მოკლედ ისეთ თემას, რაც ჩვენ ბუღალტერიას ეხება. გარდა მაგისა, განმარტებით შენიშვნებში შეგვაქვს ჩვენ ფინანსურ ანგარიშგებაში ჩაწერილი ციფრების, ესე რომ ვთქვათ, ჩაშლა და უფრო კონკრეტიზაცია. ოღონ ისეთ ციფრებზე, რომელიც არის არსებითი და დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს ფინანსურ ანგარიშგებაზე რა. ხა რაღაცა ლარიზმ და ულარის ჩასვლაზე არ არის საუბარი მაგის თქმა. შემდეგი კითხვა არის 2024 წლის 6 დეკემბერს დარეგისტრირებულ კომპანიას, რომელმაც საქმიანობა ასევე 6 დეკემბრიდან დაიწყო, აქვს თუ არა ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. ქალბატონებთან როგორც აღნიშნეთ, გაქვთ ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, რადგან 6 დეკემბერს დარეგისტრირდა კომპანია, ანუ 2024 წელს. ანუ მან პერიოდის საწყისად პირდაპირ 6 დეკემბერს აიღებთ და თუ რამე ოპერაცია იყო მაგ დეკემბრის თვეში, მოკლედ მაგას ასახავთ, თუ არ იყო, მაშინ ნულოვანს გააგზავნოთ. შემდეგი კითხვა ესეთი, მეოთხე კატეგორიის ციფრულ ფორმაში საქმიანობის შედეგების შესაძლებელია 2024 წლის ანგარიში გასული პერიოდის შეცდომების გასწორების გავლენის შევსების საშუალება არის თუ შესაძლო პერიოდში უნდა ჩავასწოროთ. ანუ შეცდომებში შეგვიძლია თუ არა, რომ შესაძლებელი ინფორმაცია გასწორდეს, ანუ კითხვა ეგეც. შესაძლებელი მეოთხე კატეგორიის შემთხვევაში შესაძლებელი ინფორმაცია არ უნდა გავასწოროთ, უნდა დავტოვოთ იგივე.
უბრალოდ მიმდინარე წლის ინფორმაციაში, მოკლედ წინა პერიოდის შესაბამის გასწორების ველში ჩავწერთ მაგ შეცდომის გავლენას. აი მესამე კატეგორია რო იყოთ, მაშინ შესაძარისით უნდა გაასწოროთ. ოღონ ეხლა რო ანგარიშგებას აგზავნეთ მაშინ. ესე იგი, ანას კითხვა შემდეგი, ერთი დედა კომპანიაა შპს და არის მეოთხე კატეგორიის შვილობილიც. 4, როგორც მივხვდით, ჯამური მონაცემებით მესამე კატეგორია უნდა შეივსოს კონსოლიდირებული. მესამე კატეგორია მაინტერესებს დედა და შვილობილმა, ცალ-ცალკე ინდივიდუალურიც უნდა შეავსოს და კიდევ პირველ წელს კონსოლიდირებული და წინა წლების მონაცემებში რა უნდა ჩაიწეროსო. ესე იგი, კონსოლიდირებულ წარდგენა შვილობილებს, ესე რომ ვთქვათ, არათავისუფლებს წარდგენს ვალდებულებისგან, ანუ შვილობილმა თავისი მაინც უნდა გააგზავნოს, ანუ ყველა ინდივიდუალურად უნდა გააგზავნოს, პლუს უნდა გაიგზავნოს ეს კონსოლიდირებული. კონსოლიდირებული უნდა გაიგზავნოს იმ პერიოდებზე, როცა ეს კონსოლიდაცია შედგა, რომელი პერიოდიდანაც მოკლედ დაიწყო, ესე რომ ვთქვათ რა. როცა იშვილა ან წარმოქმნა ეს შვილობილი საწარმო. რაც შეეხება თვითონ ეხლა კონსოლიდაციის თემაში მოკლედ ცალკე კატეგორია კონსოლიდირებულ ჯგუფს და ეგ შესაბამისი ჯგუფის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს მოკლედ ეს რო. სალოს კითხვა ესეთი რომ გადასახადის ზედმეტობის გამო აქვს როგორც ჩანს ვალდებულების ანგარიშზე დებეტის მხარეს ნაშთი. და ამაზეა კითხვა რომ ეს სადღაც ჩაიწერა. ხო, ეგ როგორც წესი ჩაიწერება სხვა მიმდინარე აქტივებში და შესაბამისად ეგ სხვა მიმდინარე აქტივების მერე კატეგორიის განსაზღვრის დროს უნდა დაჯამდეს და ჩვეულებრივად ეგ ინფორმაცია უნდა შევიდეს იმაში, რა ქვია, კატეგორიის ნაწილშიც. და ისევე ბალანსში ჩვეულებრივად აქტივებში გეწერებათ. შემდეგი კითხვა ესეთი, თუ კომპანიას აქვს ორი საქმიანობა, ვაჭრობა და გადაზიდვები, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვები, რომელიც არ იბეგრება დღეგეთი, შემოსავალში საერთაშორისო გადაზიდვებისგან მიღებული თანხა და უბეგრავი თანხა უნდა ჩაიწეროსო. კი, ჩვეულებრივად დაუბეგრავთ თანხას ჩაწერთ, რასაც თქვენ ტექნიკურად შემოსავალში აღიარებთ. თუ სამე რამე ანუ მოკლედ დღეგეს რა თქმა უნდა არ თვალსაჩინოთ შემოსავალში, თქვენ ეხა 6-იანზე რა ციფრი ზგიზით, მოკლედ ეგ უნდა გადაიტანოთ. მარტივად. შემდეგი კითხვა ესეთი, თუ მოქმედი ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად ანგარიშები წარდგენილი არ აქვს, როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში? ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული. ანუ თუ რო დაგვიზუსტოთ, მოკლედ შპს-ი არ არის რეგისტრირებული და ინფორმაცია, ანუ არ აისახება არც ერთი იურიდიული პირის სახელზე, თუ რას გულისხმობთ რეგისტრირებული არ არისში, ეს რო გავიგოთ უკეთესად. თუ შპს-ი არსად რეგისტრირებული არ არის და კომპანია უბრალოდ საქმიანობას ახორციელებს, ფიზიკურად ვერ გააგზავნით ანგარიშგებას და ეს რა თქმა უნდა ისედაც არ არის სწორი, როდესაც კომპანია ახორციელებს საქმიანობას და არ არის იურიდიული ფორმატა რეგისტრირებული და არ ხდება მოკლედ აღრიცხვა და გთხოვთ რომ ეგ ნაწილი დაგვიზუსტოთ და მერე გავიაროთ ეს კითხვა. შემდეგი კითხვა, სამშენებლო კომპანიის შემთხვევაში შესყიდული საქონლის ნაშთი ზრდის აქტივებს ჯგუფის განსაზღვრისას როგორ იქნებაო? აქტივებმა შეიძლება გაზარდოს ჯგუფიცო. ესე კითხვა რომ გამომეორეთ, ხო? კითხვა ესეთი, რომ სამშენებლო კომპანიის შემთხვევაში შესყიდული საქონლის ნაშთი ზრდის აქტივებს ჯგუფის განსაზღვრისას როგორ იქნება? აქტივებმა შეიძლება გაზარდოს ჯგუფის კატეგორია. კი, რა თქმა უნდა, ანუ ჯგუფის კატეგორიას ისედაც გაზრდის თუ მან შვილობილი და კომპანიებიც არის, ხო? იმიტომ რომ ეგ როგორც წესი აქტივები ჯამდება, ამიტომ რადგან აქტივებშია ეგ თქვენი მასალები, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა მე რა ანგარიშებზე გაქვთ, მასალაში გაქვთ ჯერ მე მზა პროდუქციაში გადატანილი გაქვთ, თუ როგორ გაქვთ, ავტომატურად მაინც გაზრდის აქტივების რაოდენობაზე შესაბამისად ჯგუფის განსაზღვრაზე, კატეგორიის განსაზღვრაზე იმოქმედებს.
შემდეგი კითხვა ანასი, ანუ დედასაწარმოო მარტო კონსოლიდირებულს აგზავნის თუ ინდივიდუალურსაცო? ანა, როგორც აღნიშნეთ, დედა კომპანია ინდივიდუალურსაც აგზავნის და კონსოლიდირებულსაც. შემდეგი კითხვა ესეთი, სარაზე არ ვართ რეგისტრირებულიო? ანუ კომპანია შპს-ი ჩვეულებრივ რეგისტრირებულია, უბრალოდ სარაზე არ არის რეგისტრირებული ამიტომ. და როგორ უნდა გავაგზავნოთ ახლა ამ წელს ანგარიშგება? ამაზეა კითხვა, ერეზე ჩვეულებრივ დარეგისტრირებულია და დეკლარაციებს. ესე იგი, მოკლედ, თუ აქამდე რეგისტრაცია არ გქონდათ, ვანდაური შემთხვევა ერთი, რომ მაგალითად 2024 წელში გასცემთ კომპანია და არ აგაქვთ რეგისტრაცია, მაგ შემთხვევაში რეგისტრაციას წერა როგორც თქვი, მოკლედ, რემორტაჟზე ჩვეულებრივად გაივლით და ავტომატურად თქვენ გახდებით ადმინისტრატორი და შეძლებთ ანგარიშგების გაგზავნას, თუ ისე არის, რომ წინა წლებშიც საქმიანობით და რეგისტრირებული არ იყავით, მაგ შემთხვევაშიც რეგისტრაციის პროცედურა იგივე უნდა გაიაროთ, უბრალოდ მოგიწევთ, რომ წინა წლების ინფორმაციას გააგზავნოთ, თორე ის ფიზიკურად ამ წლის ინფორმაციას ვერ გააგზავნოთ. ანა, მადლობა პირიქით შენ. შემდეგი კითხვა თუ არის კიდევ, გავაგრძელოთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. მეგობრებო, სანამ კითხვებს მოიწერებით და გავაგრძელებთ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვინც დღეს ვებინარზე გვესწრებოდით, ყველა თქვენგანს რა თქმა უნდა გამოგიგზავნით ჩანაწერს, ჩანაწერთან ერთად მეილზე გამოგიგზავნით პრეზენტაციასაც. პრეზენტაციაში მითითებული არის ბოლო სლაიდზე უკვე ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენთვის საინტერესო კითხვები დაგვისვათ. შეგვიძლია რომ საორგანიზაციოდ და დახმარებისთვის პატარა შეხვედრაც ჩავნიშნოთ ონლაინ, სადაც გავივლით ყველა თქვენ საინტერესო საკითხს და ამასთან ერთად სპეციალურად თქვენთვის, ვინც დღეს ვებინარზე გვესწრებით, გთავაზობთ სარას ანგარიშგებების გაგზავნის მომსახურებას ნებისმიერი კატეგორიის კომპანიაზე და თქვენ ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით, ვინც დღეს ვებინარზე გვესწრებით, მხოლოდ მათთვის იქნება ეს შეთავაზება, რომელიც გადმოგეგზავნებათ ასევე მეილზე. თქვენი მონაცემები ჩვენ უკვე გვაქვს და თუ იქნებით დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით ამ კუთხით და გჭირდებათ დახმარება სარას ანგარიშგებების გაგზავნაში, სიამოვნებით გაგეწევთ დახმარებას და შეძლებთ რომ ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებითაც. შემდეგი კითხვებია, წინა წლების ინფორმაცია რამდენ წელზე უნდა გააგზავნოთ, თუ არ ვართ სარაზე რეგისტრირებულები იმ შემთხვევაში? მოკლედ, მეგობრებო, მანდ არის სიტუაცია ესე, რომ ბოლო 3 წელზე მინიმუმ კატეგორია უნდა შეავსოთ, თორე ისე მიმდინარე წელს არ გააგზავნეთ და ზოგადად ეგეთ შემთხვევაში მაინც გიწევთ, რომ ყველა დაარსების დღიდან 2018 მოკლედ ყველა ესე რა ქვია ანგარიშგება რაც აქამდე უნდა გააგზავნოთ, ეგ ავტომატურად მაინც უნდა გააგზავნოთ, ესე რომ ვთქვათ რა. და მაგასთან დაკავშირებით მაგას რო გააკეთებთ, ან სანამ გააკეთებთ, შეიძლება ხარვეზი გაფრთხილება ან ჯარიმა მოგივიდეთ სარასზე, რადგან აქამდე წარდგენილი არ ქონდათ. როგორც წესი უფრო გაფრთხილება მოგივიდეთ. და მოგცემენ დროს რო რაღაც ერთ თვეში წარადგინოთ ეს დანარჩენი ინფორმაციაც. ჯულიეტა, მადლობა თქვენ. შემდეგი კითხვა, სტანდარტულად რა ღირსწლიური ანგარიშგების ღირებულება, მეგობრებო, განისაზღვრება კომპანიის ზომიდან გამომდინარე, როდესაც ან და ინდივიდუალურად ითვლება, მოკლედ თქვენი კომპანიებიდან გამომდინარე, დაგვიკავშირდით და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, კითხვები გვექნება პატარა და აქედან გამომდინარე დაგითვლით ღირებულებას. შემდეგი კითხვა არის, უბრალოდ გთხოვენ რომ ახსნა განმარტების ფაილიც გავაზიაროთ და გაგიზიარებთ აუცილებლად. შემდეგი კითხვა ანასი, რომ რადგან კონსოლიდირებულის პირველი წერია წინა წლების მონაცემები არ ივსებაო და ეგრე არის ანა, ნამდვილად, რადგან პირველი წელი არის კონსოლიდირებულის არ ივსება წინა წლის მონაცემები და იქ არაფერი არ ჩაიწერება ამჯერად. კიდევ ხომ არ გაქვთ რაიმე კითხვები? გთხოვთ გაითვალისწინოთ აუცილებლად, რომ გქონდა პრაქტიკაში შემთხვევები ძალიან ხშირად, რომ გადაუგზავნელობამ გამოიწვია დაჯარიმება. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელი არის ყურადღებით იყოთ და შესაბამის დედლაინებს ჩაეტიოთ.
თუ დახმარება დაგჭირდებათ, მოგმართეთ აუცილებლად. ხათუნა დიახ, დაგვიანებით გაგზავნაზე არის ჯარიმა მე-4 კატეგორიის შემთხვევაშიდაც და მე-3 კატეგორიის, ასევე მე-2 და პირველი კატეგორიის შემთხვევაში, ანუ ყველა კატეგორიის კომპანია ჯარიმდება და გადაუგზავნილობის შემთხვევაში დაჯარიმების შემდგომ ჯარიმის თანხა ორმაგდებას და სამაგდება კიდეც. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ყურადღებით იყოთ და 1 ოქტომბერი არ გამოგრჩეს, დედლაინები დავიცვათ. ამასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლიათ ჩვენი ვაუჩერითაც ისარგებლოთ, მოგმართოთ, დაგვიკავშირდეთ და შევეცდებით, რომ ოპტიმალურად დაგეხმაროთ. კიდევ ხომ არ არის კითხვები? თუ გაქვთ კითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ. კითხვა ესეთი, როგორ გავიგებთ დაჯარიმების შესახებ? დაჯარიმები თქვენს სარას რეპორტალჯიზე, მოკლედ, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული, თქვენი კომპანიაა რეგისტრირებული, მოგივათ ჩატყობინება ჯარიმის შესახებ აუცილებლად ჩატყობინებების ჩანართში ბრძანება მოგივათ და ამით მიხვდებით, რომ დაჯარიმდით გადაუგზავნილობის შესახებ. თუ დარეგისტრირებული არ ბრძანდებით და არ აგზავნით ანგარიშგებას, სარას ანგარიშგებაზე არ მოგივათ ჯარიმის შესახებ ინფორმაცია. კიდევ ხომ არ გაქვთ დამატებით კითხვები? პირიქით, მადლობა თქვენ. გვიხარია, რომ გვესწრაფოდით. მოდით ნელ-ნელა დავასრულოთ, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ანგარიშგებების აწყობაში. თუ დახმარება დაგჭირდებათ, მოკლედ თქვენს გვერდით ვართ და შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ. აუცილებლად გამოგეგზავნებათ ვებინარის ჩანაწერი. თქვენი მოთხოვნილი, ესე იგი, სააღრიცხვო ფორმის ნიმუშიც და აუცილებლად გამოგეგზავნებათ 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, შეგიძლიათ, რომ მოგმართოთ და აქედან გამომდინარე თქვენს კომპანიაზე ინდივიდუალურად შევძლებთ, რომ დაგეხმაროთ ინფორმაციის წარდგენაში. ამასთან ერთად გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ ასევე როგორც ფიზიკურმა პირმა ბუღალტერმა ისარგებლოთ სერვისით და კომპანიის სახელზე არ გაფორმდეს კონტრაქტი და არამედ გავაფორმოთ ფიზიკური პირის ბუღალტერის სახელზე და თქვენ ინდივიდუალურად ისარგებლოთ ამ შეთავაზებით, ასე რომ დაგვიკავშირდით და ეს შანსი არ გამოტოვოთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა დასწრებისთვის, ნახვამდის და ვებინარს შესახებ ინფორმაციას ძალიან მალე მოგაწვდით თქვენს მეილებზე. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.